ანგარიშვალდებულება ხალხის წინაშე. ჩვენ გვაქვს კითხვები. ისინი ვალდებულნი არიან გქონდეთ პასუხები. ჩვენი უფლება ვიცოდეთ. ჩვენი უფლება მათ ძალაუფლებაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს სიმართლე. მათ უნდა აინტერესებდეთ ხალხის აზრი. ჩვენ ველოდებით გულახდილ პასუხებს. პირდაპირ საუბარი ეკაბერიძესთან ყოველს მაესტროზე. საღამოშვიდობისა თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. დღეს პირველად საარჩევნო დიალოგის მიმდინარეობის მანძილზე უმრავლესობამ ოპოზიციას საკუთარი ხედვები წარუდგინა. ბიომეტრიასთან დაკავშირებით ხელისუფლება თანახმა ექსპერიმენტზე მხოლოდ თბილისში და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროექტს დონორები დააფინანსებენ. თავისი ინიციატივები ნაციონალებმა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებითაც გამოხატეს. რაც ნადადებებს თავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას, ამას დღეს ვახტანგ ხმალაძისგან შევიტყობთ. გადაცემის მეორე ნაწილში კი რა ხდება ბერნში, სადაც ქართული და რუსული დელეგაციები რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მსჯელობენ. და ვინ არიან ის რაციონალური ქართველი პოლიტიკოსები, ვისთანაც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველის ინფორმაციით რუსული მხარე დიდი ხანია საუბრობს. ამის გარკვევა სოსო ცისკარიშვილთან ერთად გადაცემის მეორე ნაწილში შევეცდებით. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ვახტანგ ხმალაძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო ვახტანგ, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. დღეს სამ ინიციატივა წარმოადგინა ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა ოპოზიციურ ვიანთან. დაახლოებით 1.5 საათით ადრე. დიახ. პირველი ეხება ბიომეტრიას და ხელისუფლების წინადადება არის ასეთი. როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მრჩეველთა სიების საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით დახვეწილია, ისინი თანახმა არიან ბიომეტრიული მონაცემების სიის შედგენა პილოტური პროექტის სახით თბილისში განხორციელდეს, ესეც იმ შემთხვევაში, თუ დონორი ორგანიზაციები რესურსს გამონახავენ. რა სიტყვით ამ კონკრეტულ შემოთავაზებაზე? როგორ შეაფასებთ? ვიტყვი ასე. ერთ ნაწილს შევაფასებდი დადებითად. დიახ. კერძოდ იმას, რომ აი ბიომეტრიული აღრიცხვა გავაკეთოთო თუნდაც ნაწილში. ანუ არ იყო ნათქვამი კატეგორიული უარი ბიომეტრიული აღრიცხვის გაკეთებაზე. თუმცა ბატონო ვახტანგ, ძალიან დიდი ბოდიში უბრალოდ ჩაგეკითხებით, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უბრალოდ თბილისი ისედაც ნაკლებად მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის? ორეთ აქ რამდენიმე მომენტია. დიახ. ყველაზე ნაკლებად გაყალბება ხერხდება სწორედ თბილისში. იმიტომ რომ თბილისში ამ მრჩეველიც უფრო მომზადებულია. დიახ. ჩიშის ფაქტორიც უფრო ნაკლებია, კონტროლიც უფრო მეტად არის შესაძლებელი, ამდენად გაყალბება უფრო რთულია. და მაშინ მოდი დავთმოთ ის ნაწილი, სადაც მაინც ისე ვერ ხერხდება ყველაფრის გაკეთება, რაც სხვაგან. და სხვაგან კი გავაგრძელოთ ისე, როგორც არის. მე სხვაგვარ შეფასებას ამას ვერ მივცემ. თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თბილისი არის დაახლოებით 1/4 გამომრჩევლებს, 3/4 არის გარეთ. ანუ 3/4-ში ყველაფერი დავტოვოთ ძველებურად და 1/4-ში გავასწოროთ. თან გავასწოროთ ის, სადაც ყველაზე ნაკლებად არის საჭირო გასწორება. ანუ ეს რეალურად კომპრომისიც არ არის? მე ვიტყოდი კომპრომისი არის ის, რომ ბიომეტრიული აღრიცხვაზე, ამ პრინციპზე არის თქვა უარი. თორემ არსებითად მხოლოდ თბილისში ამის გაკეთება კომპრომისი ნამდვილად. მე ჩემი აზრით კომპრომისი ნამდვილად არ არის. ისე რაც შეეხება საპილოტო აღრიცხვა გავაკეთოთ. სწორედ ამაზე ვაპირებდი ხა შეკითხვის დასმას. მე გეტყვით იმას, რომ აგერა ოქტომბერში უნდა იყოს თელავში არჩევნები. დიახ. აი ჩავატაროთ ეს საპილოტო მოდელი, თქვათ პროექტი. ანუ აღვრიცხოთ ბიომეტრიული პარამეტრებით. თელავის მუნიციპალიტეტის, ყოფილი თელავის რაიონის მოქალაქეები, ამომრჩევლები და უფრო მეტიც. არჩევნების დღესაც ამომრჩევლის ვინაობაც დავადგინოთ აი ამ ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებით. რასაკვირველია, შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ამას ამომრჩეველთა ვინაობის დადგენას არჩევნების დღეს. ამას ნუ მივცემთ იურიდიულ მნიშვნელობას.
ეს იყოს როგორც ასე ვთქვათ, საპილოტო შემოწმება იმისა, რამდენად არის ეს შესაძლებელი. ჩვენ გვეუბნებია, რომ ეს არსად არ გაკეთებულა. მაგრამ ბატონო ვახტანგ, ერთი მომენტია, ანუ ხელისუფლება ამბობს, რომ საპილოტო უნდა განხორციელდეს თბილისში, თანაც იმ შემთხვევაში თუ დონორები დააფინანსებენ. ისინი ამაზე პასუხს გეტყვიან, რომ თელავსაც და თბილისსაც ორივეს არ ეყოფა დონორების მიერ გამოყოფილი. ამასაც მოგახსენებთ, ისინი როცა ამბობენ თბილისში ჩატარდეს საპილოტო აღრიცხვა, იქ არ უთქვამთ იმათ, როდის ჩატარდეს ეს საპილოტო აღრიცხვა. გავითვალისწინოთ, რომ თბილისში არის სადღაცა 800 თუ 900.000 ამომრჩეველი. თელავის რაიონში ბევრად ანაკლებია. ჩვენ სულ რამდენიმე დღეში ალბათ წარმოდგენთ საზოგადოებას იმ ხარჯთა აღრიცხვას, რაც დაჯდება საპილოტო პროექტის თელავში გამართვა და მინდა ახლა გითხრათ, რომ ეს დაჯდება საკმაოდ იაფი. 30-40.000 ლარზია საუბარი, მილიონ ლარზე უკაცრავად თბილისში. ხელისუფლება ასე ხელისუფლება მისიც გითხრა რომ სრული აღრიცხვა რო ჩავატაროთ ამას 188.9 მილიონი სჭირდებოდა. ჩვენ მე მგონი საკმაოდ დამაჯერებლად ვაჩვენეთ რომ ამას მაქსიმუმ ამის მესამედი სჭირდება. ნუ ამასაც თავი დავარებოთ. მე სხვა რამის თქმა მინდა. აი მოდით თელავის მაგალითზე ახლა რეალურ არჩევნებზე ეს ყველაფერი გავსინჯოთ და დარწმუნებული ვარ მე რომ შედეგი იქნება დადებითი და მაშინ რაღაც სიტყვიან რატომ არ გავაკეთოთ ეს მთელ საქართველოსშიო. რადგან თუ არ გაკეთდა ბიომეტრიული აღრიცხვა, მაშინ დარჩება ყველა ის პრობლემა, რაც არის დაკავშირებული ამ მრჩეველთა სიებთან და შესაბამისად ხელისუფლება რომ რაიმე პრობლემა არის დაკავშირებული. მე ამ შემთხვევაში ვიყურებ საზოგადოება რას თulis. საზოგადოება როგორ უყურებს ამას? ის უნდობლობა არჩევნებისადმი, ზოგადად არჩევნებისადმი, რაც ჩვენს მოსახლეობაში დღეს არის, გამოწვეულია ერთ-ერთი იმ მიზეზით, რაც არის დაკავშირებული სწორედ ამ მრჩეველთა სიებთან. თუმცა მოყავთ აქ ეუთოს დასკვნები და ამბობენ, რომ ძალიან მცირე იყო შეცდომები ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი არჩევნების დროს. ანუ რჩება ისეთი დაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ამას თulis ზედმეტ ხარჯად. ნება მომეცით ამ შემთხვევაში თქვა, რომ ჩვენ უფრო კარგად ვიცით ჩვენს ოჯახებში რა პრობლემები გვაქვს, ვიდრე ეს იცის ნებისმიერმა სხვამ გარედან მაყურებელმა, რომელიც ამ საქმეს აკვირდება ხოლმე რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს ერთი, მეორე, არჩევნების დღეს ამ მომრჩევლის ვინაობის დადგენა მსოფლიოში არსად არ გაკეთებულა. მე მინდა უბრალოდ ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიური სიახლე ყოველთვის სადღაცა კეთდება პირველად. მერე კეთდება მეორედ სხვაგან, მერე მესამედ, მერე მეათედ, მეასედ და ასე შემდეგ. ეს არის იმ სახის სიახლე, რომელიც არჩევნების დროს არ გამოყენებულა, თორემ პიროვნების ვინაობის დადგენას, რომ ბიომეტრიული მონაცემებით აკეთებენ. ბოლო კინო, მაინც არ უნახავთ კინოფილმები? სადღაც დაწესებულებაში შესვლისას ხელს რო დაადებენ ხოლმე, ან ობიექტივში ობიექტივს თვალს მიუშვერენ. სხვა არაფერი არის ეს შემოწმება ბიომეტრიული მონაცემებით, რაც გამოიყენება უამრავ დაწესებულებაში. როცა სჭირდებათ პიროვნებათა ვინაობის გარკვევა, რომ შევიდეს ვინმე სადმე თუ არ შევიდეს. ასე რომ ეს ჩვენი პასუხი იქნება, მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ჩემი წინადადება ასეთი იქნება, რომ მოდით გავაკეთოთ ეს თელავში. ეს რაც შეეხება ბიომეტრიულ აღრიცხვას. აქ კარგი არის ის, რომ არ ითქვა სრული კატეგორიული უარი ბიომეტრიაზე, დანარჩენზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახლა უნდა ვისაუბროთ, რატომ მხოლოდ თბილისში და არა სხვაგან. და კიდევ ერთი მომენტია. და დონორების დაფინანსებაზე სწორედ დონორებთან ორიოდე სიტყვა. იცით, საკმაოდ უხერხულია, რომ შენ ხარჯავდე მრავალ მილიონს, თქვათ, კონცერტებზე და ისეთი რამეების კეთებაზე, რაც არ წარმოადგენს პირველად აუცილებლობას. და ამ დროს ფულს თხოვდე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისთვის, სხვას, როგორიც არის არჩევნები. მაგრამ დაუშვათ გამოჩნდნენ დონორები, ვინც მზადა არა მხოლოდ თბილისის დედაქალაქის მასშტაბით, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით დააფინანსოს ასეთი სისტემა, ანუ ბიომეტრიული სიები. ამ შემთხვევაში უარს იტყვის ხელისუფლება? ეს ხელისუფლებას უნდა კითხოთ. მე რა გითხრა? არ დაუსვათ თქვენ ამ შეკითხვას. ეცე და არა, ამ შეკითხვასაც დაუსვამ და სხვა შეკითხვებსაც. ხომ გაგიგონია თანდაზე მიზეზ დოსმარილი აკლიაო. ახლა ყოველთვის შენ მე ისეთი პასუხები მაქვს მოსმენილი მთელ რიგ კითხვებზე. ნუ დაახლოებით ასე რომ 2 ჯერ 2 მინდა რომ იყოს 7, ამიტომ 7-ია.
და რატომ რომ ეკითხები, იმიტომ რომ ასეა. ბატონო ვახტანგ, მეორე წინადადება, რომელზეც ისაუბრა ხელისუფლებამ, ის არის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატთა ინსტიტუტის აღდგენა. ანუ დამოუკიდებლად კენჭისყრის საშუალება, ისე როგორც ეს კარგახნის მანძილზე ხდებოდა საქართველოში, ექნებათ არაპარტიულ, არაპოლიტიკურ პარტიას მიკუთვნებულ ადამიანებსაც. რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი ცვლილება თქვენი აზრით? ახლა გეტყვით, ეს საკითხი ალბათ ორ ნაწილად უნდა გავყო. ერთი არის თვითონ ის ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებით არჩევნები. და მეორე არაპარტიული კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ახლა ჩვენ თუ გადავხედავთ მთელ ჩვენ საარჩევნო ისტორიას, მოყოლებული მე ვიტყოდი 95 წლიდან. ყველას შეუძლია ეს ნახოს და დარწმუნება ერთ რამეში, რომ მართველი პარტიის მიერ ამ მაჟორიტარული არჩევნების შედეგად მიღებული მანდატების რაოდენობა ბევრჯერ მეტი იყო, ვიდრე პროპორციული არჩევნების შედეგად მათ მიერ მიღებული ხმების პროცენტი. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ნაციონალურმა მოძრაობამ 75 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან მიიღო 71 მანდატი, რაც არის მანდატების 95%. პროპორციულ არჩევნებში მან ოფიციალური მონაცემებით არა ამ შემთხვევაში მნიშვნელობა გჯერა თუ არ გჯერა იმ მონაცემების. მიიღო ხმათა 53 თუ 54%. ანუ ნახევარზე ცოტა მეტი. ესე იგი, მაჟორიტარულ ოლქებში აიღო რატომღაც თითქმის ყველა მანდატი და პროპორციულში ვერ აიღო ამდენი. ეს ხომ პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამ მაჟორიტარულ ოლქებში ის წესი, როგორი წესითაც იმართება არჩევნები და ის შესაძლებლობა, რაც ხელისუფლებას აქვს, მართულ პარტიას აქვს, ამ მომრჩეველზე ზემოქმედებისთვის, მას აძლევს აი ასეთ უზარმაზარ უპირატესობას, რომელიც არანაირად არ შეესაბამება ამ მომრჩეველთა განწყობას. ცხადია ხელისუფლებას ამ კოზირის ხელიდან გაშვება არ უნდა იმ უპირატესობისა, რომელიც მას აქვს და აქვე ვიტყვი იმას, რომ არა აქვს მნიშვნელობა მართველი პარტია, ნაციონალური მოძრაობა, მოქალაქეთა კავშირია, იქ აჭარაში აღორძინება იყო. ანუ მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერი პოლიტიკური მართველი პარტიისთვის არის ბერკეტი. ასეა? მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერი მართველი პარტიისთვის არის მნიშვნელოვანი ფორა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი უპირატესობა და მას ამის ხელიდან გაშვება არ უნდა უფრო მეტიც. მათ წარმოადგენს სამი ვარიანტი ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებისა. ორ ვარიანტში მაჟორიტართა რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე პროპორციული წესით არჩეულთა რაოდენობა. და ერთ ვარიანტში არის ერთნაირი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც პარლამენტის წევრთა რაოდენობა არის გაზრდილი, ვთქვათ, 16 კაცით. ანუ აქ ვიტყვი იმას, რომ რაც მათ წარმოადგენს, ეს არანაირად არ შეიძლება ჩვენ განვიხილოთ რაღაც პასუხად ჩვენ შეთავაზებაზე. ჩვენ რაც ცვლილებებით შევთავაზეთ ამ საარჩევნო სისტემის რეფორმისა, ეს იმის პასუხი არ არის. ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც მათი წინადადება მათ რა უნდათ. თუ ეს ასეა, მაშინ ეს მათ დეკემბერში უნდა წარმოედგინათ, ისე კაცმარო თქვას და არა ახლა. მაგრამ ბატონო ვახტანგ, რაც შეეხება პარლამენტის წევრთა რაოდენობას, ეს თავის დროზე რეფერენდუმი დადგინდა, ხომ? შეიძლება ეს კიდევ სადაო საკითხად იქცეს დღეს? ხო, ახლა საერთოდ ის რეფერენდუმი თავისთავად პრობლემებს ქმნის მისი კანონიერების თვალსაზრისით. ახლა მოგეხსენებათ იქ რა იყო? ეს იყო 2003 წლის შემოდგომა, როდესაც გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული წესით, მაჟორიტარული წესით და რეფერენდუმი. და შემდგომ უზენაესმა სასამართლომ პროპორციული წესით არჩევნები გამოაცხადა ბათილად, ასე ვთქვათ, არაკონსტიტუციურობის გამო, რომ იქ დარღვეული იყო ამ მრჩეველთა უფლებები, ადამიანებს საშუალება რომ ჰქონდათ ხმა მიეცათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რატომღაც თუ ეს უფლებები იყო დარღვეული და რატომ ამ დროს არ გაუქმდა მაჟორიტარული არჩევნების შედეგები და რატომ არ გაუქმდა რეფერენდუმის შედეგები? იმიტომ რომ მე თუ პროპორციულ არჩევნებში ვერ მივიღე მონაწილეობა, რადგან სიაში არ ვიყავი, მე ხო ვერც მაჟორიტარულში მივიღე მონაწილეობა და ვერც რეფერენდუმში. ისინი რატო არ გაუქმდა? ეს კიდევ ცალკე საკითხია. ამიტომ თავისთავად ის რეფერენდუმი რამდენად კანონიერი იყო, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, რომ ის არავის გაუსაჩივრებია, მაშინ და დღეს ითვლება, რომ ეს არის რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილება.
თუ ეს რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ ეს გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ რეფერენდუმით. კანონი ამას ამბობს. ახლა აქ კიდევ მიზანშეწონილობაზეა საუბარი. რამდენად მიზანშეწონილია გავზარდოთ პარლამენტის წევრთა რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში ეს თემა დღის წესრიგში მიუხედავად რეფერენდუმის გადაწყვეტილებისა მაინც დგას? გაზრდან შემცირება. დღეს თქვენს მოლაპარაკებებში. დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ეს საკითხი დასვა. ამ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა. მე შემიძლია ჩემი საკუთარი, ჩემი პირადი აზრი მოგახსენოთ, რომ მე პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. რაც შეეხება ერთმანდატიან მაჟორიტარული ოლქების მიხედვით არჩევნების გამართვას, მან ვერც გაზრდა შველის ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი, თქვათ გაზრდა ვერ შველის იმ პრობლემას, რასაც ქვია ამომრჩეველთა ხმების თანასწორობის პრინციპის დაცვა. თუ დავიჯერებთ, რომ ქვეყანაში არის 3,700,000 ამომრჩეველი, დაახლოებით ეს რიცხვი ოფიციალური მონაცემებით, მაშინ 75 საარჩევნო ოლქის შემთხვევაში ერთი მანდატის წონა შეადგენს 49,300 ამომრჩეველს. ანუ თანაბრობა რომ იყოს დაცული, ყველა ოლქში უნდა იყოს დაახლოებით 49,300 ამომრჩეველი. ამ დროს ჩვენ გვაქვს ოლქები, სადაც არის 3,000 ამომრჩეველი და სადაც არის 120,000 ამომრჩეველი. საერთაშორისო სტანდარტები ამბობს იმას, რომ საშუალოსაგან განსხვავება 10-15%-ზე მეტი არ უნდა იყოს. სწორედ ამ რეკომენდაციებს იშველიებს ხელისუფლება. ხო, მაგრამ როგორია მისი პასუხი? ანუ ოლქები არ უნდა იყოს სადღაც 56,000 ამომრჩეველზე მეტი და 42,000 ამომრჩეველზე ნაკლები. დასაშვებია, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით, გამონაკლისები, ანუ მცირე რაოდენობის გამონაკლისი, რომელიც განპირობებულია, თქვათ, რაღაცა ტერიტორიული ფაქტორით, სიშორის ფაქტორით, სიმჭიდროვის ფაქტორით და ასე შემდეგ. აი, ხელისუფლება რასაც ამბობს, იმ 8 მანდატის მომატებით, თუნდაც 10 მანდატის დამატებით მაჟორიტარული ოლქებში, ეს პრობლემა არ იჭრება. მხოლოდ რამდენიმე ოლქი უახლოვდება ამ სტანდარტს და დიდი უმრავლესობა რჩება კვლავ იმ 15%-ის მიღმა, 20, 25, 30%-ის მიღმა. ანუ რეკომენდაცია ვერ სრულდება. მაშინ რა საჭიროა ამის გაკეთება? ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთი წინადადება ჰქონდა დღეს ხელისუფლებას, ეს შეეხებათ მსჯავრდებულებს, თუმცა ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დროა. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ვახტანგ ხმალაძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო ვახტანგ, კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას გააცნო დღეს უმრავლესობამ, ეს არის მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც დანაშაული განზრახ არ აქვთ ჩადენილი და 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული. რამდენად მისაღებია ოპოზიციისათვის ასეთი მოთხოვნა? ახლა ამასთან ერთად იყო კიდევ რამდენიმე ახალი თემა წამოჭრილი ნაციონალური მოძრაობის მიერ. მინდა გითხრათ, რომ თლიანობაში აი ეს ახალი თემები რაც იყო წამოჭრილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით არსებით როლს არ ასრულებს არც ერთი მათგანი და გაუარესების თვალსაზრისით? არა, არც გაუმჯობესების, არც გაუარესების ვიტყოდი. აი ხა ეს კონკრეტული საკითხი რომელიც თქვენ დასვით. მე როგორც მითხრეს ასეთი კატეგორიის მსჯავრდებულთა რაოდენობა არის დაახლოებით 6,000. ახლა თუ ჩვენ მხედველობაში მივიღებთ, თქვათ, 3 მილიონი ამომრჩეველს, ну არჩევნებში მონაწილეობს, თქვათ, რაღაც 2 მილიონზე მეტი, 6,000 ამ რიცხვთან შედარებით იმდენად მცირეა, რომ ის არსებით გავლენას არჩევნების შედეგზე ვერ მოახდენს. მაგრამ თუნდაც ასეთი საკითხების წამოწევა რაღაც სტრატეგიას სხვა წარმოადგენს. კი ბატონო, შეიძლება და ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს. საარჩევნო გარემოსთვის ზოგადად ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ამას თვითონ იმ მსჯავრდებულებისთვის, რადგან მათ ექნებათ ის უფლება, რომელიც აქვთ ჩამორთმეული. მათ აღუდგებათ ეს უფლება. ასეთივე არის საერთაშორისო რეკომენდაციები. ახლა აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ეს საკითხი იმიტომ იქნა დასმული, რომ ითქვას, რომ აი ჩვენ შევასრულეთ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია. შესრულდეს ბატონო. მაგრამ ამას საარჩევნო გარემოსთვის ხას უსვამ. არა იმ კონკრეტული მსჯავრდებულისთვის, მაგრამ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ასეთივე რანგისა იყო ის სხვა, თქვათ იქ რამდენიმე საკითხიც. მნიშვნელოვანი საკითხები არის, რასაც ისინი შეეხდნენ, ეს არის აუცილებლად აღრიცხვა, ერთი, მეორე არის საარჩევნო სისტემა, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, რომლებსაც ისინი არ შეეხდნენ და თქვათ 8 იანვარումლებიც დასვა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მთლიანად საარჩევნო გარემოზე მოქმედებს. თუმცა 23-ში უნდა წარმოადგინონ 6 ინიციატივა. რამდენადაც დღეს გახდა ცნობილი, ასეა? ხო, ასე თქვა, ესე დღესაც უნდა ყოფილიყო. უბრალოდ თქვენს 6 ინიციატივაზე უნდა იყოს მათი რეაგირება. და კიდევ სხვების ინიციატივებიც არის, იმაზე უნდა იყოს. ანუ 23-ში არ არვიანის წევრი ოპოზიციური პარტიების. დიახ. 23-ში უნდა დაიწყოს უკვე კონკრეტული დისკუსია კონკრეტულ საკითხებზე. ახლა აი თქვათ ახლა ბიომეტრიასთან დაკავშირებით იქ ბუნებრივია დაისვეო საკითხი. თუ თბილისშია შესაძლებელი, რატომ სხვაგან არა? თუ ისინი ამბობენ, რომ ეს ამდენი დაძიება, ჩვენ ვიტყვით, რამდენი ჯდება სინამდვილეში. იქ რა მოხერხდეს დაჯდომა და მისვლა რაღაც იმ რეალურ რიცხვამდე და იმ არგუმენტების, ასე თქვათ, აწონვა. ახლა ნამეტანი უხერხული იქნება ხელისუფლებისთვისაც კი, რომ 2x2-ზე იძახოს არისო 7-ი. ხო? 5 შეიძლება თქვას, მაგრამ 7 შეუძლებელია. თუ ვერ მოხდა დაუშვათ შეთანხმების მიღწევა ამ მაგიდასთან, თუნდაც იმ საკითხზე, რაზეც დღეს მსჯელობდით, ანუ ბიომეტრიულ სიებზე. რა ხდება შემდეგ? როგორი გაგრძელება აქვს ამ თემას? ნუ გაგრძელებაზე ალბათ შეიძლება ვილაპარაკოთ მხოლოდ ყველა საკითხიდან გამომდინარე. ანუ მხოლოდ ერთი საკითხის გამო თქვა ან კი ან არა, ჩემი აზრით არ იქნება გონივრული. მთლიანობაში უნდა ინახოს. დღეს მოდით ესე ვთქვათ უხეშად, თუ ავიღებთ საარჩევნო გარემოს და რაღაცა ქულებით შევაფასებთ. რომ თქვათ 10 ქულა ეს არის ძალიან კარგი საარჩევნო გარემო და ერთი ძალიან ცუდი. დღეს ამ თვალსაზრისით საარჩევნო გარემო ალბათ სადღაც ძალიან ქვევით არის. ძალიან მცირე ქულა თუ ეკუთვნის. ახლა შეიძლება ვერ მივაღწიოთ 10 ბალიან შეფასებას. მაგრამ ზღვარი რა არის ოპოზიციისთვის? მაგრამ თუ მივაღწიეთ თქვათ 8 ბალიან შეფასებას, ეს უკვე იქნება ბევრად უკეთესი ვიდრე არსებული გარემოა. მაშინ ოპოზიციას ექნება გადასაწყვეტი ის საკმარისია თუ არა ეს 8 ბალიანი შეფასება იმისაც რომ თქვათ ძირითადად მიზანი მიღწეულია. ამიტომ ეს უკვე აი მთლიანობაში რაც გამოჩნდება იმის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. აქ ერთი საკითხის გადაწყვეტა ვერანაირად ვერ მოგცემს იმის თქმის საშუალებას რომ საარჩევნო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდა. მაგრამ დღეს დავით უსუფაშვილმა განაცხადა ჩვენთან ეთერში რომ თუ არ იქნება ცვლილებები საარჩევნო გარემოში არ იქნება არჩევნები. როგორ უნდა გავიგოთ? როგორ უნდა გავიგოთ ესა? მოდით ვთქვათ ასე ისეთ საარჩევნო გარემოში არჩევნების გამართვას. დიახ. როგორც დღეს ჩვენთან არის ეს არჩევნების გამართვა მართლაც კარგავს აზრს, რადგან ეს არის, ნუ როგორ რა თქვა, ეს არის სპექტაკლი, რომლის ფინალი წინასწარ იქნება ცნობილი. ნუ ხა მე მგონი საინტერესო არ იქნება ისეთ სპექტაკლში მონაწილეობა, როდესაც იცი, როდესაც უკვე დაწერილია საბოლოო შედეგი. და საინტერესო არის, უბრალოდ ქვეყნისთვის იქნება ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც აქვთ საკმაოდ საზოგადოების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე. მაშინ არჩევნები გადაიქცევა ფარსად. თუ საერთოდ გაიმართა. და თუ არ მოხდა, თუ არ მაგრამ ყოველთვის აღმოჩნდება ხოლმე ქვეყანაში ისეთი რამდენიმე ოპოზიციური, თუნდაც ბრჭყალებში ოპოზიციური პარტია, ვინც ამ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ამიტომ თქვის სწორედ ის, რომ თუ კი არ მიიღეს მეთქი მონაწილეობა იმ პარტიებმა, რომელთაც აქვს საზოგადოების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა. იმიტომ რომ დღესაც ასე პარტიების სიაში 200-მდე პარტია არის, მაგრამ არათუ ჩვეულებრივი არაპოლიტიკოსი მოქალაქე, არამედ ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ დაგისახელებთ ალბათ 15-ზე მეც პარტიათა რაოდენობას. ასე რომ აქ ამას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არის სხვა კიდევ უფრო არასასიამოვნო პერსპექტივა. ეს არის ის, რომ თუ კი ვერ მოხერხდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, პარტიების ნაწილი, რომელიც დღეს ცდილობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და ნორმალური არჩევნების გამართვის რაღაცა შესაძლებლობას,
ეს პარტიები გადაიხარონ უკვე სხვა მხარეს. და გადაიხარონ იმ მხარეს, ვინც ამბობს, რომ ამ ხელისუფლებასთან საერთოდ აზრი არ აქვს რაიმეზე ლაპარაკს. მას არაფერი არ ესმის, არაფრის გაგება არ უნდა და მაშინ მივიღებთ იმ პერსპექტივას, რაც დღეს ხდება, თქვათ, აფრიკის ჩრდილოეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ანუ შეიძლება კონსტრუქციული ოპოზიციას უკვე რადიკალურ ფრთას შეუერთდეს? მოდით, მე ამ შემთხვევაში ვსჯელობ, არა როგორც თქვათ, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, ან გვიანის წარმომადგენელი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც კითხულობს, რომელიც აკვირდება და 20 წელიწადია მონაწილეობს ამ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში. მე ვცდილობ ამ შემთხვევაში შევხედო გარედან. როდესაც, იცით რა არის, როდესაც მისჩი ხავ, თქვათ, აი ცხოველს, როდესაც მისჩი ხავ კუთხეში, მანამდე ის გარბის გერიდებათ, მაგრამ თუ კუთხეში მისჩიხათ, ის კმენას იწყებს მერე. მას გასაქცევი აღარ აქვს. როდესაც თქვენ ართმევთ პოლიტიკურ ძალებს პერსპექტივას, ნორმალური პოლიტიკური პროცესის მეშვეობით მიაღწიონ ცვლილებებს, მაშინ ისინი უკვე ფიქრობენ სხვა პროცესებზე. და ბატონო ვახტანგ, როდის არის ბოლო ვადა? როდესაც ჩვენ გავიგებთ რა მოხდება რა გველის პერსპექტივაში? საით წავა ოპოზიცია, ოპოზიციური რვიანი? მე ასე ვიტყოდი, რომ ის რაც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომით ითქვა, ჩვენ ეს პოზიცია არ შეგვიცვლია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გაზაფხულზე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ანუ ყველაფერი უნდა გახდეს ცნობილი. და ყველაფერი გახდათ, როცა გახდება ცნობილი, ეს იქნება ან ის, რომ მოხერხდა რაღაც შეთანხმების მიღწევა, ან ის, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმებების მიღწევა. იმიტომ რომ ერთ პატარა რაღაცაზე შეთანხმება არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შეიქმნა სათანადო საარჩევნო გარემო. არსებობს პრინციპული საკითხები. მე კიდევ გავიმეორებ სულ ორ რამეს. ერთი, თუ არ იქნა მომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვა, მაშინ ჩვენ სიები სავსე გვეყოლება ორეულებით, სამეულებით, ოთხეულებით, მკვდარი სულებით. ანუ იქნება კვლავ ის პოტენციური რაოდენობა, დიდი პოტენციური რაოდენობა იმ ადამიანებისა, ვისაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინდისოდ იყენებს შედეგების ფალსიფიცირებისთვის. მეორე, თუ არჩევნების დღეს არ მოხდა ამ მომრჩევლის ვინაობის დადგენა ბიომეტრიული პარამეტრების მეშვეობით, მაშინ ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ერთი ადამიანის მიერ სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენებას და ხმის 5-ჯერ, 10-ჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერ მიცემას. ანუ ისევ ფალსიფიცირებულ შედეგს. აი ეს ერთი. მეორე, საარჩევნო სისტემა. რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე. ის ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით არჩევნები თუნდაც იმ რაოდენობით, რაც დღეს არის და არა გაზრდილით. იმ პირობებში, როგორშიც იმართება არჩევნები. პლუს იმით, რომ ვინც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის არის გამარჯვებული. ანუ გახსოვთ ის 30%-იანი ზღურბლი, რომ საკმარისია თქვენ 30% მიიღოთ ხმებისა, ანუ 70% თქვენი წინააღმდეგი იყოს, რომ თქვენ არჩეულად ცხადდებით. აი ეს ყველაფერი თუ არ შეიცვალა, მაშინ რა? დიდი მადლობა. და ერთადერთებას დავამატებ. იცით ეს რისთვის არის მნიშვნელოვანი? ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. არა მხოლოდ იმისათვის, რომ გაჩნდეს ნაციონალური მოძრაობისთვის მოგების შანსი. არამედ იმისაც, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, კონდეს იმის განცდა, რომ ამოიწურება ჩემი დრო, მოვა ახალი არჩევნები. და ახალი არჩევნების დროს მე არ მექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი ძალაუფლება გამოვიყენო ისევ ხელისუფლებაში დასარჩენად. და ეს განცდა ორი რამისთვის არის საჭირო. ერთი იმისაც, რომ ნორმალური პოლიტიკური პროცესი წარიმართოს ქვეყანაში და ყველას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა არჩევნებში გამარჯვების და მეორე იმისაც, რომ სანამ ხელისუფლებაში ვარ მე და ჩემი გუნდი, მე ხელი არ წამცდეს ისეთ რამეებზე, რისი გაკეთებაც არ შეიძლება. რადგან გაიმართება არჩევნები, სხვა მოვა ხელისუფლებაში, ის სხვა მე პასუხს მომთხოვს. თუ მე მექნება იმის გარანტიები, რომ მე დიდ ხანს დავრჩები ხელისუფლებაში, მაშინ შეიძლება კორუფციაზეც ადვილად წავიდე და ბევრი ისეთი რამეები ვაკეთო, რის გაკეთებაც არ შეიძლება, რადგან პასუხის მომთხოვნა არ მეყოლება. დიდი მადლობა. მადლობთ. ვახტანგ ხმალაძე იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ სოსო ცისკარიშვილთან ერთად დავბრუნდებით.
თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, სოსო ცისკარიშვილია ჩვენი სტუმარი, ბატონო სოსო, მოგესალმებით. სამშვიდობისა. რა შეფასებას მისცემთ იმ ფაქტს, რომ ქართული და რუსული მხარეები სავარაუდოდ შეიძლება ეხლაც ხედან ბერნში ერთ-ერთზე მოლაპარაკების მაგიდასთან და მსჯელობენ, უნდა გაერთიანდეს თუ არა, ან რა პირობებით უნდა გაერთიანდეს რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. როგორ აფასებთ თვითონ ამ მოლაპარაკების პრეცედენტს? თავად პირველი დღის ფორმატი გვარწმუნებს იმაში, რომ ერთ რაღაცაზე მაინც შეთანხმებულან უკვე, რომ შეინარჩუნონ დუმილი იმის თაობაზე თუ რა საიქმნიან ბერნში. ნახოთ, ხვალინდელი დღეც თუ ასე ჩათავდა და დაიშალენ ხიარულად, შეიძლება რამოდენიმე რაუნდს კიდე დაველოდოთ. თავისთავად ძიმეა ამ გადაწყვეტილების მიღება. პირველ სავე შეხვედრაზე. ხოჩოს რუსეთის მოთხოვნით შედგა ეს შეხვედრა. გასაკვირველია, იმიტომ რომ რუსეთი სწრაფის სავაჭრო ორგანიზაციაში და ცხადია ფორმალურად ისინი თუ არ დაინტერესდნენ, ცხადია საქართველოს არ გამოიკიდებოდა კიდე თუ არა მობრძანდით ამ ორგანიზაციაში. და ეს პროცესი რეალურად რაღაც აიძულებს მაინც რუსეთს ცოტა ადეკვატური ხედვა გამოამჟღავნოს. შეხედოს იმ რეალობას, რომელიც მას შეიძლება არ მოსწონს, მაგრამ საქართველოს პოზიციის გათვალისწინება მოუწევს არა მხოლოდ მას, არამედ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასაც. თუმცა, ბევრად უფრო დიდია გამოცდა საქართველოს ხელისუფლებისთვის. არ არის მარტივი მისი პოზიცია, არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც მოწონებული იყოს მთლიანად ქართული საზოგადოების მიერ. და ამავე დროს ხელისუფლება გაურბის რაიმე ტიპის ღია დისკუსიას ამ თემაზე საკუთარ საზოგადოებასთან, თუნდაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრთან და თვლიან, რომ მათ იციან უკეთ ყველაფერი და შესაბამისად მხოლოდ ხელისუფლების რამოდენიმე წარმომადგენელი იღებს პასუხისმგებლობას. თუმცა მეტნაკლებად ეს არის ის საკითხი, სადაც ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის და ხელისუფლების პოზიციები ემთხოვა ერთმანეთს, ან მოთხოვნა ქართული მხარის არის საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლი. დიახ, ხელისუფლების მხრიდან გაისმის განსხვავებული ვერსიები, ოპოზიციაც თავაზობს თავის ვარიანტებს, როგორც მაგალითად ევროკავშირის დამკვირვებლების ჩაყენება საბაჟო პუნქტებზე. ანუ ეს არ არის მაინც და მაინც დიდი კონფლიქტის საგანი. დღეს ეს პროცესი, რომელიც ბერნში მიმდინარეობს, ფორმალურად ატარებს თითქოს და ტექნიკური შეხვედრის ხასიათს. ეს გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის აპარატის ერთ-ერთი წარჩინებული ქალბატონი. სხვა წევრები იცით ბატონო სოსო დელეგაციის? არსად არ არის მათი სია? ვინაიდან ეს გუნდი მთლიანად დაკომპლექტებულია ბენდუქიძის სანდო პირებით და მის მიერ თავის დროზე, უნდა ვიგულისხმოთ, რომ რუსეთის ინტერესებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ დაემუქრება ამ მოლაპარაკების დროს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ უამრავი პრობლემათა ზღვა არის ამჟამად ქართულ-რუსულ ურთიერთობაში, ბევრად უფრო მეტი ვიდრე ეს იყო 2008 წლამდე, მაგრამ კი არის ნათქვამი ზღვა კოვზით დაილევაო, მაგრამ ქალბატონ კოვზირიძეს აქვს თუ არა თან ის კოვზი, რომელთაც უნდა დაილიოს ეს პრობლემების ურიცხვი რაოდენობა და მოიწუროს, საკითხავია. მე მგონი მაინც ცოტა უფრო ცნობილი პოლიტიკური ფიგურა უნდა ყოფილიყო, რითაც ხალხს გაუსვამდა ქართული მხარე, რომ ეს არ გახლავთ ტექნიკური საკითხი, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუნდაც არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ეკონომიკური საზღვრებიც ქვეყნისა წარმოადგენს სწორედ საფუძველს ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოებას. ბატონო სოსო, თუ ეს არის მხოლოდ ტექნიკური შეხვედრა, მაშინ არის ვერსია, ანუ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კერძოდ მაიკ მაკფოლმა, მაღალჩინოსან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოუწოდა წინასწარ ბერნის შეხვედრამდე ქართულ მხარეს, რომ მოლაპარაკება არ უნდა გასცდეს ეკონომიკურ საზღვრებს და არ უნდა გადავიდეს ფართომასშტაბიან დისკუსიაში. ანუ როგორც ჩანს არ არის არა ეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. ქართულმა მხარემ ისე ეს მოთხოვნა რამდენად რეალისტურია, რომ არ გასცდეს მხოლოდ ეკონომიკურ საზღვრებს მოლაპარაკება. ზოგადად უნდა ვეცადოთ, რომ საუბარი იყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტატუსის ფარგლებში. ეხლა ეს არ არის თქვათ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, რომ ამ პრობლემებზე ვიმსჯელოთ პოლიტპატიმრებზე ერთმანეთის ესე იგი ციხეები მოვიხილოთ და ასე შემდეგ. ცხადია,
ქართული მხარე ამ შემთხვევაში ამბობს რა რომ ის არ იცვლის პოზიციას, რომელიც მან ჯერ კიდევ 2006 წელს გააჟღერა, პრაქტიკულად მიდის სერიოზულ დათმობაზე, მაგრამ ეს ასეთად უნდა წარადგინოს და არა როგორც საკუთარი სიხისტე პოზიციის. ჩვენ ხომ ახალ რეალობაში ვიმყოფებით, თუნდაც იმით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია მას შემდეგ, რაც ეს პირობა იყო და ამ პირობის არ შესრულების მიზეზი გახდა საქართველოს გამოსვლა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესიდან. ამიტომ ის ფაქტი, რომ ჩვენ არ ვაყენებთ ახალ უფრო გაზრდილ მოთხოვნებს, აი ამ რეალობიდან გამომდინარე. ანუ ცოტა ხნით ვივიწყებთ 2008 წელს. ასე გამოდის და 2006 წლის მოთხოვნებამდე დავდივართ ისევ. ეს უნდა იყოს წარდგენილი როგორც უზარმაზარი ზაობა საქართველოსის კონსენსუსისკენ და დათმობა. მაგრამ თუნდაც ოკუპაციის პირობებში რამდენად მისაღებია თქვენი აზრით რუსეთისთვის საბაჟო გამშვებები პუნქტების, რომლებიც უშუალოდ საზღვრებზე, ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდებარეობს, ქართული მხარის, ქართული მებაჟეების მიერ კონტროლი. ამიტომ ეს საკითხი არ ცდება ეკონომიკურ საზღვრებს? თუ არის ერთადერთი მიწოდებული ქართული მხარისთვის, ის ნაკლებად პერსპექტიულია. მაგრამ ჩემის აზრით, უნდა დაწყებულიყო საკითხი იმით, რაც ვისი მოწმენიც ვართ 2008 წლის შემდეგ. ანუ ამ ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ. ანუ დეოკუპაციის მოთხოვნა შეუძლია საქართველოს. დეოკუპაცია სხვა რამეა, იცით, ახლა ერთია, როცა რამოდენიმე ინსტრუქტორი დარჩება იქ სამხედრო რუსი თავის მიერ აღიარებულ ქვეყანაში და მეორე, როცა არმიის სერიოზული რესურსები თავისი პოლიგონებით გააჩნია საქართველოს ტერიტორიაზე. აქედან თუ დავიწყებდით, უფრო მარტივად მივიდოდით შემდგომ იმ მოთხოვნებამდე, რაც 2007-ში იყო. ანუ მიგაჩნიათ, რომ ჯობდა მაღალი თამასის დაყენება და შემდეგ ასია ეს ყოველთვის, მაგრამ საოცარია რუსეთის პოზიცია ამ შემთხვევაში ისე მიამიტურად სჯერათ, რომ ახლა ბაიდენი და შეერთებული შტატები ზოგადად გაუხსნიან გზას და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგობას. თუმცა ამას ადასტურებს განცხადებები ბატონოსო. ბაიდენის ამერიკის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი. მას სურს რუსეთის დანახვა ამ ორგანიზაციაში, ეს არ ახალია. დიახ. ჯერ კიდევ შარშან სექტემბრის პირველ ნახევარში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბატონ ბერნსმა გამოაცხადა, რომ 30 სექტემბრისთვის რუსულ-ამერიკული პრობლემები ამასთან დაკავშირებით იქნებოდა ამოწურული და რომ იგივე ჯექსონ-ვენიკის შესწორება კონსტიტუციური იქნებოდა მოხსნილი, მაგრამ ჯერაც არაფერი არ არის მოხსნილი და ჯერაც ახლა ბაიდენი ამ თავის ვიზიტის ფარგლებში ადასტურებს, რომ ისინი მზად არიან მოხსნან ეს შეზღუდვა ვაჭრობაზე, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ იყო და ავტომატურად გაგრძელდა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ანუ ამერიკელებს ჯერ თავად აქვთ ზოგიერთი ნაბიჯი გადასადგამი, თუმცა რა დასამალია, რომ ესე იგი ამერიკაც, ევროპაც, სხვა სერიოზული ეკონომიკის მქონე ქვეყნები დიდი ინტერესით ელოდებიან რუსეთის შემოსვლას ცივილიზებულ ეკონომიკურ ურთიერთობათა ველში, სადაც მას მაინდამაინც ესეთი საამური გარემო ნამდვილად არ დახვდება, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა მას მოუწევს უარი თქვას უკიდურესად პოლიტიზირებულ და მონოპოლიზირებულ ეკონომიკურ სივრცეზე. არაფერი რაიმე უკეთესი. მაგრამ რატომ მიუტყვის მას მაშინ ასე ძალიან რუსეთი ამ ორგანიზაციისკენ? მიუტყვის, იმიტომ რომ დათვლილია ყველაფერი. იგივე ჩუბაის გამოკვლევები, სადაც საუბრობს, რომ 2015 წლისთვის მოგება ამ ნაბიჯით $300 მილიარდამდე იქნება რუსეთისთვის. გათვლები არის კიდევ სხვა წყაროთი, რომ მხოლოდ წევრობით მიღებული მოგება რუსეთის იქნება წელიწადში 20 მილიარდი, ხოლო თუ ევროკავშირთანაც გაფორმდება ყველა ის დაპირებული ხელშეკრულება, რაც შარშან დეკემბერში გაფორმდა, მაშინ ცალკე კიდევ 45 მილიარდი წლიური შემოსავალი ექნებათ. ხელისუფლებას სასაკვირველია უნდა ფული, მაგრამ მოსახლეობას ეშინია სამუშაო ადგილების გაგრძელების, ეშინია ადგილობრივი და სამამულო წარმოების პერსპექტივის და რასაკვირველია რუსეთი ვალდებული იქნება მნიშვნელოვნად დაწიოს უზარმაზარი იმპორტის ბაჟი, რომელსაც ვოლუნტარულად აწესებს, მიხედავს კორუფციას
რომელიც სერიოზული წინაღობაა ამ გზაზე და ზოგადად გახდეს უფრო ცივილიზებული. საქართველოს ინტერესია გლობალურად რომ შევხედოთ და დავიწყოთ თქვათ პოლიტიკური კონფლიქტი. არ არის რუსეთის გაერთიანება მსოფლიოს საავადმყოფო დასაკვირველია საქართველოს ინტერესებში შედის, რომ მისი ველური მეზობელი არსებობდეს უფრო ცივილიზებულ ველში. და დე-ფაქტო სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ ბატონოსო, რა შეიძლება მიიღოს საქართველოს რეალურად ამ შეთანხმებიდან? იმიტომ რომ ექსპერტთა ერთი ნაწილი საუბრობს იმაზე, რომ შესაძლებელია რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს და საქართველოს საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ იგივე ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს თანხმობის გარშე ეს უბრალოდ არ და ვერ მოხდება. საერთოდ მე ინტერესით ვაკვირდებოდი რუსი კოლეგების კომენტარებს ამ თემაზე და არ თვლიან რაღაც აბსოლუტურად მიუღებლად საქართველოს პოზიციას. და პირიქით საუბრობენ იმაზე, რომ თუ რუსეთი იქნება მოქნილი ამ მოლაპარაკებების დროს, მაშინ მისი წევრობის საკითხი იქნება გადაწყვეტილი. ეხლა მოქნილობის რა ხარისხზე აქვს ლაპარაკი და ზოგადად რუსეთის ხელისუფლება მარტივად შეიძლება მაგალითების მოყვანებისა, რომ მისი CGUT უკვე სიბრიყვის ზღვარს სცილდება, მაგრამ ამ შემთხვევაში რომ იტყვიან სერიოზული ფინანსური ინტერესები ძებს რუსეთის პოლიტიკური ელიტის ამაში. ისე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა მოგება ნახოს ამ თანხებით რუსეთის ხელისუფლებამ, ეხლა ტაგანროგს და არმავირს და ასეთ პერიფერიებს ეს თანხები არ გასწრება და ვერ დაინახავენ ისე, თუმცა პოლიტიკურადაც რისკია. ეხლა წელსაც რო გაწევრიანდეს, თუმცა უკვე ახალ ვადას ლაპარაკობს. 2011 წლის ბოლოს ასახელებენ მაინც. დღესაც ბაიდენმა ასეთი განცხადება გააკეთა. მაგრამ ევროპის ვაჭრობის კომისარის აპარატი საუბრობს უკვე 2012 წელზე. დიახ. ნახოთ ეს კითხაობის ფორმა უკვე. ბევრი საინტერესო განცხადება კეთდება ბატონოსო. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ სერგეი პრიხოტკომ განაცხადა, რომ ამერიკული მხრიდან ამ საკითხში რუსეთის დახმარების მზადყოფნის სურვილი არსებობს და რუსული მედია ამ მზადყოფნას თავის მხრივ ლიბიასთან დაკავშირებით რუსულ პოზიციას უკავშირებს. ანუ საუბარია იმაზე, რომ გაეროში ერთ ხმაზე შეიძლება გაიცვალოს რუსეთის გაერთიანება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. სხვა შორის პრიხოტკო ასევე ძალიან საინტერესო განცხადებას აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთს ქართულ მხარესთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით კონტაქტები აქვს. და რომ საქართველოში არიან პრაგმატული და გონიერი პოლიტიკოსები, რომლებიც ურთიერთობის ნორმალიზაციით არიან დაინტერესებული. თქვენი აზრით, რას დავიზგულისხმობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე? ანუ აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასვათ, რომ საუბრები მიმდინარეობს. ეშმაკმა უწყის ვიზგულისხმობს ეგ ადამიანი, მაგრამ ზოგადად ქვეყნის ინტერესებში რომ კეთილმეზობლობა და არა მტრობა ეს უნდა ესმოდეთ კრემლშიც და ავლაბრის რეზიდენციაშიც. ძალიან რთულია ნაომარ და ვერ შერიგებულ ლიდერებს შორის რაიმე ეფექტური მშვიდობიანი ნაბიჯების მოძიება. მაგრამ ალბათ ეს ის საკითხია, როცა საკუთარ თავს უნდა გადავაბიჯოთ, ოღონდ ცხადია არა საკუთარ სახელმწიფოს ინტერესებს. უნდა იყოს თუ არა მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საგანი ბატონოსო, ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე. მართალია ერთი მხრივ არსებობს მოსაზრება, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების მიხედვით, როდესაც ორივე ქვეყანა ამ ორგანიზაციაში შედის, საზღვრები პროდუქციისთვის ისედაც ავტომატურად გახსნილია. თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, ბატონი ლადო პაპოვა გამოთქვამს ამას, რომ ქართული პროდუქცია არ არის პოლიტიკური ემბარგოს მსხვერპლი, არამედ ის არის ხარისხის ნიშნით დაწუნებული. ამიტომ ეს შესაძლებელია მოლაპარაკების საგნად იქცეს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ზოგადად შესაძლებელია, რომ ორ წევრ ქვეყანას შორის იყოს გარკვეული მიზეზით შეჩერებული ვაჭრობის ესა თუ ის ფორმა და სასაქონლო ჯგუფი იყოს, თქვათ, ბლოკირებული, მაგრამ ხომ ხედავთ როგორ ხდება. პუტინმა მოიგონა შესანიშნავი სვლა და წარმოაჩინა მასზე უფრო მძლავრი პიროვნება თავარი სანიტარული ექიმი, რომელიც თურმე არად იღებს პუტინის სურვილს, რომ დააგემოვნოს ხოლმე ქინძმარეული და გრძალავს ქართული ღვინოს შეტანას. ონიშენკო ეს გახლავთ ის სუროგატი, რომელიც არ ცხვენია პუტინს, რომ წარმოაჩინოს როგორც გადაწყვეტილების მიმღები. თუმცა სხვა შორის გუშინ ონიშენკომ გააკეთა განცხადება იმ შესახებ, რომ შესაძლებელია დაბრუნდეს ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. ანუ მინიმუმ ამაზე რუსეთი თანახმაა. თუმცა სულ რაღაც 2 თვეს წინ იგივე ონიშენკო ბრძანებდა, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება ურთიერთობები
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით ქართულ პროდუქციას გზა მაინც არ გაიხსნება. ანუ ისინი ხო ხედავთ, უფრო მკაცრი წინაპირობებით ხდებოდნენ ამ შეთანხმებას. ჩვენთან კი ისიც კი არ გაჟღერებულა ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე იგივე პირობებს ტოვებდა საქართველოს რუსეთთან მიმართებაში თუ არ ბილებდა მას. ჩვენთან გამკაცრების მოლოდინი რატომღაც არც ყოფილა ამ პირობების. თუმცა აცხადებენ, რომ უცვლელი რჩება ჩვენი პირობები. იგივე საბჭოთა პუნქტების კონტროლი. მით უმეტეს გაუგებარია შემადგენლობა ამ დელეგაციის. რაც შეეხება ისევ რუსულ ბაზარს, ბატონო სოსო, რომც მოხდეს შეთანხმება და ერთ-ერთი პირობა ჩვენი ანუ განხორციელდეს და დაბრუნდეს ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. რამდენად ადვილი იქნება ეს, იმიტომ რომ იგივე ონიშენკო ასევე გუშინ აცხადებდა, რომ კი შესაძლებელია დაბრუნდეს ქართული ბორჯომი, მაგრამ პრინციპში ესენტუკი უფრო სასარგებლოა ვიდრე ბორჯომი. ანუ რამდენად შეძლებს ბორჯომი თავისი ადგილის დაკავებას, რომელიც დღეს ესენტუკმა ჩაანაცვლა. არ გაუჭირდება თავისი ადგილის პოვნა, თუ თავად ონიშენკომ და პუტინმა იპოვეს საკუთარი ადგილი ისტორიის რაღაც უფრო უკანა ფასადზე და ამავე დროს ვფიქრობ, რომ იცით, არ არის პრობლემა ცალკეულ პროდუქციაში. ჩვენ შესანიშნავად გვახსოვს იგივე მოლდოვას მაგალითი. დათმებოდა ურთიერთობა, დაიწყებოდა უკვე შედგენა, რა ტიპის ღვინო უნდა შევიდეს მოლდოვური რუსეთის ბაზარზე. წამოწდებოდა იგივე კომუნისტ პრეზიდენტს რამე აუგი რუსეთის მიმართ დნესტრისპირეთის გამო, იმ წუთას მეორე დღეს ონიშენკო პოულობდა პესტიციდებს იმ ღვინოში, რომელიც ჩამონათვალით თითქოს უკვე დამტკიცებული იყო. ამიტომ ონიშენკო არის ის იერარქი, რომელთანაც არ ჭრის არანაირი იურიდიული ფორმა ურთიერთობების, გარდა სურვილის მისი უპირველესი ხელმძღვანელის, გვარად პუტინია ამ ადამიანის და ასევე ამ შემთხვევაში წევრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა აძლევს საქართველოს საშუალებას იმის, რომ ეს საკითხი იყოს განხილვადი თავად ამ ორგანიზაციის ფარგლებში და მოთხოვნილ იქნას ექსპერტიზა იმ საქონლის, რომელიც თავისუფლად გადის, ვთქვათ, ევროკავშირის ქვეყნებში და რატომღაც რუსეთში გაგზავნილ პროდუქციაშია პესტიციდები. ბატონო სოსო, და კიდევ ერთი ჩვენი საუბრის ბოლოს ერთია ეკონომიკური მხარე, მაგრამ მეორეა პოლიტიკური მხარე. ანუ მოლაპარაკებები ბერნში და შეთანხმება რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. იქნება თუ არა გარკვეული ტესტი იმისათვის, აღდგება თუ არა დიალოგი უკვე პოლიტიკურ საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების შორის. მე მგონი ეს მარტივი გამოსათვლელია, რადგან რუსეთი, რომელიც უარზეა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, დარჩება იმავე პოზიციებზე და ზოგადად დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ თუ კონტაქტი არის რუსეთის ინტერესებში, ის მზად არის ამ კონტაქტისთვის, თუ კონტაქტი არ არის მის ინტერესებში, საერთოდ ის არ ცნობს საქართველოს ხელისუფლებას. ანუ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიღმა შეიძლება მოლაპარაკება არ გაგრძელდეს, დადებითადაც რომ გადაწყდეს ეს ადგილი. არ გაგრძელდება, თუ ამერიკელები ისეთივე აქტიურნი არ იქნებიან საქართველოს ინტერესების მხარდაჭერაში, როგორც დღეს ისინი ცდილობენ რუსეთის ინტერესების მხარდაჭერას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან დაკავშირებით. და რაც შეეხება საბაჟო გამშვებ პუნქტებს, კიდევ ერთი საკითხი, ეს არის დნესტრისპირეთის ვარიანტის განმეორება საქართველოში. ოპოზიციიდან წამოვიდა სხვა შორის ეს შეთავაზება და ხელისუფლების ერთმა ნაწილმაც დაადასტურა, რომ მოარს არ იტყვიან ამგვარ ვარიანტზე. მაგრამ მაგალითად ბატონი ლადო პაპავა ასევე ამბობს, რომ არ არის რეალისტური საქართველოში ამ ვარიანტის განმეორება, რადგან დნესტრისპირეთი არ არის, ასე ვთქვათ, გამოყოფილი ქვეყნისგან, არ არის აღიარებული დამოუკიდებლად რუსეთის მიერ, ისე როგორც აფხაზეთი და ოსეთი. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ ამ ვარიანტის განმეორება? აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ლადოს, წაგითხრული მაქვს მისი ეს ინტერვიუ და არა მარტო ამას, არამედ ყველა მოსაზრებას, საინტერესო აგრეთვე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან ჩვენი ამდენი ხნის დუმილი რომლის წევრი საქართველოს არის და რუსეთიც დღეს. დიახ, და რომელსაც ყველაზე უფრო ხელეწიფება ამ ნარკოტრაფიკებთან ურთიერთობა, რაც ასე გვაწუხებს. და ამავე დროს რასაკვირველია, სწორედ იმიტომ, რომ კონფლიქტურ ზონად არის ჩათვლილი, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს იქ სტატუსი. დიახ. მშვიდობის მოყოფელი ძალის და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსში დატრიალებული
რეალობა არასოდეს არ გადაადგმევინებს იგივე ნაბიჯს რუსეთს დესტრისპირეთის მიმართულებით, რადგან საკმაოდ სერიოზული თავისტკივილი მიიღეს განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის აღიარებით. და ასეთი მუდმივი გადაუწყვეტელი პრობლემა მათ გამოცდილი აქვთ იგივე ყარაბაღის სახით, რაც მათთვის ბევრად უფრო სასურველია. და სხვა შორის, როდესაც პირველად ჩამოვიტანა დოკუმენტი ბატონმა სარკოზიმ მედვედევის ხელმოწერილი, იქ სწორედ ამის ცდილობა იყო რუსეთის მხრიდან, რომ ეს ყოფილიყო ესე იგი სტატუსის საკითხი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ყოფილიყო საერთაშორისო დისკუსიების საგანი. და თავადაც წუხს კერძო საუბრებში ბატონი პუტინი რომ არ გვექნებოდა ეს თავისტკივილი, ეს მუხლი რომ არ ყოფილიყო ამოღებული, ანუ პრაქტიკულად აღიარებს რომ უსასრულოდ გაჭიმვა ამ საკითხის, მსგავსად ყარაბაღისა, იქნებოდა მის ინტერესებში, თუმცა ნაკლებად ტკივნეული შეიძლება საქართველოს. დიდი მადლობა ბატონო, ალბათ ხვალ გავიგებთ რა მოხდება ბერლინში და როგორ გადაწყდება. არ მგონია რომ ხვალ გავიგოთ, მაგრამ იქნება ზეგმაინც სხვა სააგენტოებმა გვაცნობონ. ძალიან დიდი მადლობა. სოსოცის კარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ამ მიდგემში მშვიდობებით, ხვალ 10 საათამდე დროებით.